ტელეკომპანია იმედი და ნოვა პროდაქშენი წარმოგიდგენთ. ნომერი პირველი გადაცემა ქართულ ტელესივრცეში. რეკორდული რეიტინგი 16% და 45% შეარი. საქართველოში ყოველ მეორე ჩართულ ტელევიზორში ნიჭიერს უყურებენ. ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ნანახს ვერასდროს დაივიწყებთ. მედიუმის ყველაზე მისტიკური გამოსვლა. მერტო, შენ მიშვერი. აი, მე და შემისეგდე. და მოჩვენება ნიჭიერის სცენაზე. ეხა აქ არ შემოვიდეს ის ქალი. თავს მოვიდა. ეხა ის ქალი აქ არ შემოვიდეს. მერტმა გაგასამართლოთ მეორედ მოსulis წინ სულ ყველა. აი ესე დაგემში კოპები. ამინ. დაწყევლილი ჟიური. არ გაბრაზდე. ბიტბოქსის ხელოვნება. Solo perché la mia canzone vola. იტალიური ტემპერამენტი. Mamma. უნიჭიერესი ახალი თაობა. და მსოფლიოში ყველაზე საშიში შოუ. ვინ დაიმსახურა ოქროს ღილაკი? ვარსკვლავებმა მამცნეს, რომ დღეს არის სასწაული დღე. ძალიან მაგარი. რომელმა ვარსკვლავებმა გამცნეს? ჩემმა ვარსკვლავებმა. მე ჯაჯოს პერსონალური ვარსკვლავი. აბა, ჯაჯოს ვარსკვლავია. ეჭვიც არ მოყარება ფათაშორის. ხო და ეგ ყველაფერი კაია ძალიან, მაგრამ მაკაკვიციანი კიდე აგვიანებს. სად არის მაკა? მაკა, სადახა? მე არ გულია, არ გვიანებს. რუსკა, არ გვიანებს, უბრალოდ ესია შეულებრივია, არ გვიანებს. აი, ჩემზე ისე ჭოი. მაკა მესმის. აი, იმიტომ რომ ცოტა დააგვიანებს. არ დამიგვიანები აქ ვიდექი სპეციალურად. არა, ისე როგორ ფიქრობთ, დღეს ბევრჯერ გამოვიყენებთ წითელ დივანს. აუ, ისე წითელი აფრია კარგი. არ არსებობს უნიჭო ადამიანი. ყველა უნდა გადავიყვანო. მაგარი იგი წავედი. აუცილებლად. დია, იქ ასრი ვერ დავამთავრე. საქმე დაამყარე. მოგესალმები. ყველაზე რეიტინგული, ყველაზე მაგარი მეგა შოუ ნიჭიერი დაბრუნდა. ენერგიული მაგარი ძლიერი იმაო ბოლაზე უნიჭიერესი ანრი ჯოხაძე
ექსტრავაგანტული, კრეატიული მაკაკვიციანი. უდამ ემოციური რუსკა მაღაშვილი. წევრებო, მზად ხარ? კი. როგორ არა? ნიჭიერის კასტინგს გახსნილად ბაცხადებ. ეხლა მე სასწაულები უნდა ჩავიდინო. გია რა მოგაგ? ჩალაგდი. სადმე მიდიხარ? მივდივარ. მოუსვლელში წასულხარ. დაწება. მოგვიყევ მართლა რა არის ეს? აი ახლა ნახეთ რას ვიზა. ნომერი აწერია ზემოდან ამით. ჩემი ნომერია. გამარჯობა ქალბატონო ჩემოდანო. ქალბატონი რატო იქნება ბატონო ჩემოდანი? ბატონი, აბა ვიცი. აბა ქალი ამოვათი კაცი. ქალი. აც. ელასტიკური ამოხერხა. ბიჭა, რანაირად არის დაწესი? დედა. კოსტუმი კი აცია ისეთი მე რომ ამწონი. აუ, ინდო. მოინდომა რუსკამ ეს. აკეთე ბრუსა. დედა. ვერა. მე ხომ არ შეძრება? ეს თუ ამაში გაცრა. ან როგორ? არ არსებობ. რა? ვაიმე! ამოდენა ნახრობი, თავი თუ გამოეწია, ტანი რატო არ გამოეწია? ვაიმე! ლავუაზიის კანონი. მე ფეხი ციკაკ, მერტო. ვაიმე, დაიკიდები! გაგვეცანით თუ შეიძლება. მოგესალმებით ჩემო ჟიურის წევრებო, დამხტეს საზოგადოებო. მე გახლავართ საცირკო ხელოვნების მსახიობი, ორიგინალური ჟანრის იოგას შემსრულებელი დავით პატარაია. ძალიან სასიამოვნო. ანუ შეჩვევი ესე? ანრი ადრე იოგით იყო დაკავებული და ისიც ძურებოდა ჩოგანის ყუნწში. შემიძლია რამოდენიმე ილეთი გასწავლოთ. მართლა მოდი. ანრი ამოდის, ნეტა რა უნდა ჩაიდინოს? არ გადაიხლართ ოღონ, ისე რომ უკან ვეღარ დაბრუნდე. გავამხრევლოთ ანრი ჯოხაძეს. ეხლა ანრის გადაღუნავენ. აჰა.
ვაუ. უკაცრავად. გაიწია უკან ბიჭო. არ გაიყვანზო უშენოდ. არის, მოდი აქ, მოდი. ესე გავიკვანძები. მე ყველაზე მეტად დამაინტერესა სამყაროს უკანალიდან რო უყურე. ეგარ გააკეთო თუ არა შარბალი შემოგასკდება და დავიღუპებით. უნდა მოტრიალდე. ვერ იკუზე ბადაზე. ჰოპ, ანდრი, ვიდი. შეხედე. არასებული. საოცარია უბრალოდ. არის, იქნება ეგრე უფრო ლამაზი არა, გამოჩნდა. იცი რა, მე ვფიქრობ რომ ჩვენი ცხოვრების რიტმი სწორედაც ასეთია. აი რას გამოდიოდა? გავსულიყავი მე. აი, ნახეთ როგორ ვაკეთებ. ხო გავაკეთე? იზი ანდრი. აუ ხო ერთმა რამე გააკეთე რა. აუ, არის, შენ რო ეხა გააკეთო? აი რანაირად უნდა რავი, ნახე აბა. არა, ნუ ჯერ. დავიდა ადამიანი. დაბრუნდი. დაბრუნდი ადვილია, ძალი ფეხით დავიდა. აი აქ როგორ გაძვერი. არის, თანმიმდევრობით შემოდნით უნდა დაგეწყო. არა, აქ თავიც არ გამეტევა. ალო. არა, მე პირადად დავწმუნდი რომ ძალიან დიდ ნიჭიერებასთან გვაქვს და ძალის ხმევასთან საქმე. ეხა იქიდან დაბრუნებულმა პირველმა შენ დაიწყე. სამყაროს სხვა თვალით სხვა რაკურსით გია ჯაჯანიძესთან ერთად. რაო რა თქვა სხვა რაკურსი ჯაჯანიძესთან ერთადო მე შენ გაჩვენებ რაკურს. კიდაღამ რო დაკარგე რაკურსი. აი დაიწყე არის, კი თუ არა? რა თქმა უნდა კი, იმიტომ რომ ნამდვილად ნიჭთან გვაქვს საქმე. მესამე თვალი აგიხივა. მეც გეტყვით კის. რა თქმა უნდა კის გეუბნებით. კი. დიდი მადლობა თქვენ, დიდი მადლობა საზოგადოებას. ნახვამდის. 4 კი გამგელოდებით შემდეგ კურსში. გაიხარეთ. მომავალში უფრო კარგი შემოგთავაზეთ და უფრო ადვილად გასავთ. აი ეგ საინტერესო იქნება. ძალიან ნიჭიერი ადამიანი ხარ და აი მე ხეთს ვიხრი თქვენს წინაშე. კარგად ბრძანდებოდეთ. აუ, რამდენი ვიცინე შენ. იდიოტო. სამყაროს უყურებ უკანალიდანო? არა, სამყაროს უკანალიდან რო უყურებ, ეგ მასწავლეო. ეგ მასწავლეო. ანდრე, ისე ვერაფერი ვერ გააკეთე, ხო რას გითხრა? რაღაცა აი უკანალში რო აი რაღაცნაირი იყო, ვერ ხსნი ის მესამე თვალი. გეომეტრიულად ხო რაღაცა უკანალი როგორც მესამე თვალი. მესამე თვალი მაგას გაახილე. აგეხილა მესამე თვალი თქო. არა ხო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ იქიდან რო იყურები სამყაროს სხვანაირია. ეტა rest in peace. You wanna mess with this? One of the best yet. We've got it. You can feel the realness in this business of rap. Go ahead. გამარჯობა. რაღაცა ის არის, რა ქვია, უცნაურია ეს კაცი. წარმოგვიდგინეთ თავი. დავით ხარიბეგაშვილი გახლავართ. ახალი იმიჯით ჯეომენის სახეშეცვლილი სახე თუ ენერგი. GNR Energy. უკაცრავად ახალი იმიჯი, ძველი იმიჯი არ გვახსოვს თქვენი. ხალხს ახსოვს. მართლა? გახსოვს? მინდა დღეს წარმოგიდგინოთ ენერგიული სიმღერა. იმ თემაზე აგებული, რასაც ადამიანი განიცდის პირველი სიყვარულის დროს. ეს უკვე საინტერესოა. ასე ღრმა ფილოსოფიურად მიუდექი? რაც შემეძლო გავაკეთე სიმღერაში ჩავდე ყველაფერი. თქვენი დაწერილია სიმღერა. ისმენ. წავიდა. არ მეცვით თქვენი ხმა, წავიდა! ავიდა! ეხლა ცეცხლი და ინთება.
ბამ ბამ ეთი მე შენი ნახვი დავითვერიო ამ სიყვარულ შეგიმღერიო სულად გამომყევიო ბამ ბამ ეთი მე შენი ნახვი დავითვერიო ამ სიყვარულ შეგიმღერიო სულად გამომყევიო შენ ჩემი გახდები შენ ვერ საჩენზე ვეო სიყვარულმა დამავა ჩემი გული დაეშვა ანრის უყურე სახეზე ვეო საჩეკაო განწყობა ვიქნისა მაგასეთქა განსაზრდა აბა მეტი რა მინდა ეს ლექსი სიმღერით მაგალითი განწყობა ვიქნისა ლამაზი სიმღერით განსაზრდა აბა მეტი რა მინდა ეს ლექსი სიმღერით ბამ ბამ ეკიო მე შენი ნახვი დავითვერიო ამ სიყვარულს შეგიფერიო გააჭირე დილაკებს ხელი გაყევი ეკიო მე შენი ნახვი ამ სიყვარულს შეგიფერიო ზიმამ ვერ მოიწინა ეს არის ჩემი რების ტაქტიკა ათის ნაცვლად ერთი ფანტასტიკა სულება ეს ქარიზმი სათივით მუშაობს მექანიზმი ეს არის ჩემი რების ტაქტიკა ათის ნაცვლად ერთი ბამ ბამ ამიდან დაი შენი ნახვი დავითვერიო გაჩუმდი გამორდ სულად გამომყევიო ბომ ბამ ბამ დებიო სულად გამომყევი მოკლედ სულ ვერ გამოყვები რატო მაკა ვერ ვერ გეტყვი ამ მაგიდასთან ყველა დაუჯახებულია ერთი მე დავრჩი და საშიშროება ამ შემთხვევაში ვერ დავაკმაყოფილე თქვენი მოთხოვნები როგორცაც ჩანს უბრალოდ ჩემი სათხოვარი მაქვს რადგან ასე მოხდა თუ არის შანსი ერთი მაქვს კიდე უკეთესი სიმღერა რომ წარმოგიდგინოთ თუ მომცემთ უფლებას ცოტა მოგვიანებით ვიმღერებ პირადი კითხვა მაქვს დავით ეს სიმღერა მოასმენინეთ ადრესატს მოისმინა იმ გოგონამ ვისაც მიუძღვენით არ მოусმენია კიდე კარგი დავით მხოლოდ და მხოლოდ ერთი წუთის ქრონომეტრაჟით გეძლევათ უფლება ის სიმღერა იმღეროთ კარგით ჟანდაბას სამი სიმღერაა და მინუსი ჩადეს. მინუსი აწერია? კი, პლუსი, მინუსი ბექით არის და ნახავთ რა. მინუსი ბექით? კი. მინუსი ბექით მეორე ტონი. ეს მეორე შანსი მოგცათ ანრიმ და ანრის დავახრჩობ ხო? თქვენ არ იცით ამის ვოკალური მონაცემები? შეგვიძლია დავიწყოთ. ჰალიოლე უშენოთ ტანჯვა ყოველი დღე დაიწყე ეს არ არის პლუსია ამიო მინუსი გითხარი ახლა ერთმანეთს დაერევიან აქ იქნება უშმი ქოჩორს ხელი როგორც ახალგაზრდა კაცს გეტყვი, მოდი ეხლა ეს დავამთავრო ჯობია რა. პლუსი ჩაირთო და მინუსი. ჩემი მეგობრული რჩევა იქნება უბრალოდ, რა, თუ გინდა ჩვენ მოგისმენთ, მაგაზე ლაპარაკი არ არის. მე უნდა დავდგე და ვუყურო. რა არის ეს ახლა? რა წესია? ეგ არის? დავიდამ. ჰალიოლე შენოთ ტანჯვა ყოველი დღე დაიძრე გულში დამჭა მოგონება დამიბრუნდიო უკან დამდევ სიზმარივით უშენოთ ტანჯვა ყოველი დღე დაიძრე სულში ტოვებს თავის ყვავს დამიბრუნდიო უკან დამდევ სიზმარივით დღეს შენილანდიო ჰალიოლე უშენოთ ტანჯვა ყოველი დღე შორგზაც მიყვები არ გაჩერდე არგით გამომიცხადეთ პროტესი მე ახლა გეტყვით სიმართლეს ბატონი არის პატივსაცემი დღეიდან მე პატივს არ ავცემ არც ერთ საათ დღეიდან და უბრალოდ ღმერთმა გაგასამართლოთ
მეორედ მოსulis წინ სულ ყველა. აი ესე დაგემშვიდობებით. ამინ. მანიპულატორი. დაგწყელა? მერთო. დაგწყელა? წევლა მაწყევარის არის. არ გაბრაზდე. ვაიმე, გეღვეწები. დედა როგორ მიმაწყევა? აი, შენ კი აისხლით ეგაც დაჯე. დედა როგორ შეაწუხა ღმერთი? ჰაიო. არა, თავიდან რომ ძალიან ისე ბოლომდე უსმინეთ. ბოლომდე usმინეთ. მართლა ვერ ვღეროდა. მე მოგვაწყევლა და რაღაც ბოლოს რაღაცა და წავი გარეთ რა თქვა, შეთა რა თქვა, ჩვენზე კიდე არ ვიცი. რა თქვა? მე დამლოცა. არ გაბრა. ვაიმე. თქვენ გწყევლად. მაშინ ესეთ რაღაცაა. აი ეს ის მუსიკა არ არის წყევლაში როა? გამოდი. იცი როგორ ცუდად ხვდები მართვა. როგორ მძულს ესენ იცი? იმან რო დაგწყევლა ეხლა ეს თუ კიდე დედა ჩემია შეიძლება გული გამისკდეს ეხლა. დიდი შანსია დედა ჩემია. არა დედა შენი ვერ იქნება, იმიტომ რომ ფეხებზე ბანჯგვლები აქვს. ეს რომ დაგწყევლა იმის ბრალია. აშკარად დაგწყევლეს რომ ინიჭო ნომრები გვენახა. მოიცა სახე გვანახე. აი ხა ესეც მიგვაწყევლის ერთი ორს. ეს არ წახვიდე ხა რა. წახვედი? გია გაიქეცი გია. შოკში ვარ ისე მომეწონა. გაიხარეთ, აი ესე უნდა გააგრძელოთ ცეკვა. გადავირიე. აცეკვებული წყევლაღა გვაკლდა. ჯაჯი ხომ მოხსნი მაგ წყევლაღა? მომისმინე მე გეტყვით, ის რო იწევლებოდა აი შენი ძუძუები გლოცავენ. არა, იმ დროს იმ ტალახს სულ გვირილებად და ვარდებად ვაქცევდი. ხო, აბა მე ახლა წყევლას გამოვუშვებდი თქვენთან? ჯაჯოქარი. მე წყევლა მოვხსენე. გამარჯობა. მოგესალმებით. წარმოგვიდგინეთ თავი. მარიამი ციმინტია, ექსტრასენსი. დედა რა იდუმალი ხარ? მე ვარ მარიამ ციმინტია, 33 წლის თბილისიდან. ბავშვობიდან მაქვს ხილვები, ვარ ექსტრასენსი, მედიუმი და ეზოთერიკი. ეს ნიჭი რაც მე მაქვს, ძალიან რთულია. ყოველთვის გრძნობიარე ხარ, ყოველთვის რაღაცას ხედავ. ჩათვალეთ, რომ საზოგადოებაში არანორმალურად ითვლებით. სულებთან მაქვს აქტიური კავშირი, სულები ყოველთვის ჩვენს გარშემო არიან. ბევრს არ სჯერა სულების, მაგრამ დღეს აუცილებლად დაგაჯერებთ, რომ ისინი არსებობენ. რატომ მოხვედით ნიჭიერში? მოჯადოებას გვიპირებთ? დაახლოებით. რაღაც განსაკუთრებული მოგიგმზადეთ.
იმედი მაქვს მოგეწონებათ, მაგრამ თავარია არ შეგეშინდეთ. აი მე უკვე მეშინი. შეგვეშინდეს? ალისასა მალისასა შეგილოცა თვალისასა რაღაც ფარულ ძალებთან გვექნება შეხება დიდი ალბათობით. უმალჩემი თვალისასა შინაურ გარეულისასა დიდი ალბათობით კი. შავთა ფერთა გულთა სულთა უკუაგდებდე ყველაფერს უკუაგდებდე. ძალიან მაინტერესებს. დავიწყოთ მაშინ. მე დეხლა უკვე კარგად ავარ. დავიწყოთ. უკვე აღარაფერს აღარ მაშინ. ფილარმონია 1971 წელს აშენდა. ამ სცენაზე ბევრი მსახიობი, მომღერალი, მომცეკვავე გამოდიოდა. ზოგიერთის ცხოვრება საკმაოდ ტრაგიკულად დამთავრდა. ისინი ჩასახლდნენ აქ, ფილარმონიის კედლებში. იმისათვის, რომ გაგაოცოთ აქ და დღეს მე დამჭირდება განსაკუთრებული ადამიანი. მე არა. განსაკუთრებული ადამიანი რის? ეს ადამიანი ეს ადამიანი არის გია ჯაჯანიძე. გია თუ შეიძლება? გია მოდი. გამოდი გია. კი გვენანები მარან. უკაცრავად გია. ასეთი მოულოდნელობისთვის, მაგრამ ძალიან კარგი ენერგეტიკა აქვს. გია ადვილად შევა კონტაქტში. და რა მემუქრება გიას? სულთან უნდა შევიდეთ კონტაქტში. მერტ. გია, თუ შეიძლება მარჯვენა ხელში დაეჭირე და გეკავოს. ეს დაგჭირდება ცოტა ხანში. ჩვენ კიდე წავედით. გია მზად ხარ? სად ვიდიხარ გია? მე შინია მართლა. გია დარეკე იქ რომ იხვალ რა. ვაიმე. მე მგონი ახალი წამყვანი ზებნა მოგვიწევს. აი. რაღაცა ოთახში გაიყვან. გია გთხოვ, დაიკავე შენი ადგილი. აი მე ამ სურათებზე აღბეჭდილია ხალხი, რომელიც ამ ბოლო 70 წლის განმავლობაში გარდაიცვალა. გია მომეცით მარცხენა ხელი. ეს სურათები სათითაოდ უნდა დაალაგოთ მაგიდაზე და არ გადაატრიალოთ. ერთ-ერთ სურათთან თქვენ იგრძნობთ ენერგეტიკულ კავშირს და როგორც კი იგრძნობთ ამ კავშირს, გადაძეთ ეს სურათი აი ამ დროში. ძალიან მეშინი. თქვენ ხედავთ აქ სხვადასხვა სურათს.
ერთ-ერთ სურათთან თქვენი გრძნით ენერგეტიკული კავშირი. და მერტო შენ მიშველი. არ იცით რატომ? რატომ? ამოიღე ეს სურათი, რომელთანაც იგრძენი კავშირი და წაიკითხე ის, რაც ამ სურათზე წერია. ეხლა ჯაჯოში შევა ის სული თუ რა მოხდება? არა, ეკონტაქტება სულ. მედეა ჯაში 1975 წელი. სანამ ამ ყველაფერს დავიწყებდით, მე გადმოგეცი რვეული, ესეც ძალიან ძველია. ახლა კი გადაშალე ეს რვეული და წაიკითხე ის ადგილი, რომელიც წითლად არის მონიშნული. მედეა ჯაში 1975 წელი. რაო? მედეა ჯაში დაიბადა. მედეა ჯაში დაიბადა 1904 წელს. ხელოვანი, რომელიც 1975 წელს ტრაგიკულად გარდაიცვალა. მისი სული იმ სცენის კულისებშია, რომელიც მას ერთ დროს ძალიან ყვარდა. გია, ეს იყო ენერგეტიკული კავშირი, რომელიც შენ იგრძენი. იმიტომ, რომ ამ ქალბატონის საყვარელი ადგილი იყო აქ. გაიხედე მარცხნივ. გაიხედე. ვაი, მე დედა შემისეგდა. ეხა აქ არ შემოვიდეს ის ხალი. ეხა ის ხალი აქ არ შემოვიდეს. როგორა? წყალი დაალევინეთ ან რამე დამამშვიდებელი. ანუ რა რისი მომსწრენი გავხდით ახლა ჩვენ? ენერგეტიკული კავშირის. განიცადეს გოგოებმაც. განვიცადეთ კი რა გაგვისკდა გულინე და მაკას. გია რო ამოერჩიეთ გასაგებია, მაგრამ ნებისმიერ ადამიანთან შეგიძლიათ იგივეს გაკეთება? რა თქმა უნდა. შემდეგ ტურში რო გადაგიყვანოთ რა ხდება მაგ შემთხვევაში? რამდენად უსაფრთხო არის აქ ჩვენთვის? უფრო სასწაულებს დავატრიალებ. მე ძალიან მაინტერესებს. ხომ გაინტერესებთ ყველას? ჯაჯანიძეს არ შევეკითხოთ? არა, ის აღარ არის ამ ქვეყანას. დამანებეთ შენი ჭირიმე თავი მე. იცით რა არის, ნებისმიერი სული შეგიძლიათ გამოიძახოთ? ვინ გინდა ანრი გამოწყდი? ფრედი მერკური? ფრედი მერკური გინდა? ფრედი მერკურზე მეტად უფრო მაინტერესებს კობი ბრაიანი. ეგ შენ გაინტერესებს.
კაცი მოკალით ფაქტიურად. გარდაცვლილის სულის გამოძახება ნაკლებად მაინტერესებს. არ შეგიძლიათ რომ ცოცხალი გარდაცვალოთ და სულად აქციოთ? რას ვერ არის კარგად. მოკლედ, ბევრი რო არ ვილაპარაკო, ძალიან საინტერესო იყო, ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ. მადლობა. თავი ამტკივდა, ეს ალბათ იმის ბრალია, ხო? მე შორის რატომღაც. თქვენ კი არა, მე მტკივა თავი. გასყდა. მე გეუბნებით კი ის და თქვენი ჭირი მე, აბა თქვენი ჭირი. დიდი მადლობა. მეც სიამოვნებით ნახავთ კიდევ ერთხელ მინიმუმ. კი. ძალიან მაინტერესებს განვითარება ამ ყველაფრის და ამიტომ გეუნები კი ის. დიდი მადლობა. მე არ მეშინია მით უმეტეს მსგავსი რაღაც დაე ავაფორიაკოთ სულები, კი. ავაფორიაკოთ. გელოდებით შემდეგ ტურში. კარგად ბრძანდებოდი. რიას მიხედეთ და ისე წადით. მარია საყარელა. აი. ძალიან დიდი ბოდი. შემდეგ დიმა წაიყვანა, ანრიცთან მიაყოლე და ის ორი მამაზი ქალით ზედ მიაყოლე. აუცილებლად. კარგი. აი რა არის ადამიანს რო აი ამუხსნელის ამუხსნობის ინტერესი. თავი ამტკივდა, დედას გეფიცებით თუ ვიტყუებოდა, თავი ამტკივდა. მართლა ხო? კი. მოინტერესებს რა ეს. არა, არ მკითხოთ ძალიან ხო. არა, არ მკითხოთ. სუდად. ერთადერთი თემა რომელზედაც მე ვერ ვილაპარაკე. ჩვენ რო გიყურებდით, ჩვენ გავხდით ცუდად. ჯერ იყო და ის შემოვიდა, უცბად გაჩნდა საიდანღაც, მერე არა, არ ნუმაყოლებთ რა გახსოვთ. მე მოგცემ რჩევას. მოიყვანე ხა იქ შენ გადაცემაში. We are in Georgia for Just got talent. Who got talent? Just got talent. One more time. Take it up. Just got talent. Okay. Well, he's going to get the Hink Ali. No, it's baby. You don't even know. Hink Ali. Patrijani. Patijani. What is Patijani? Hakchaboli? Bosmitswati. Bosmitswati. Okay. I'm going to say every time I come to Georgia, I'm going to the Coppola. Coppola. Wow. No, stop. No. No. What's up? We red. 2, 4, 5, 6. Ay, Hello. Hello. I know you guys. Hello. How y'all doing today? Hello. How are you? We're doing good. How you folks doing? Phenomenal. ერთი სიტყვა ინგლისური არ ვიცი. აი აღწავლობ. ყველაფერს აღწავლობ. ნიჭიერი დამთავრდება და ყველაზე ნიჭიერი მსოფლიოში ვიქნები მე. What are you up to? We actually have a big surprise. Oh for my you God. folks. What we're about to do. So Ruska knows you. Yes, I know you guys. I know you and I love you. Thank you. Thank you. ხარიაგენი არიან. ესენი არიან. Before the video, I was a ამ bus ვიდეომდე driver. მისურიში სენტ-ლუისში ავტობუსის მძღოლად მუშაობდი. გამარჯობა მეტროს მთელს ოჯახს. მე კი მისურიში სასტუმროს შეფმზარეული ვიყავ. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ეს საქმე მივატოვე, რადგან როდესაც ვიდეო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში, სტუმრები სახლამდე მომყვებოდნენ ხოლმე. ჩვენ ორივე მივატოვეთ სამსახური. დიახ, და მას მერე ბევრს მოგზაურობ. ბერცა ტელევიზიო შოუში გამოვიდეთ. სტივ ჰარვის შოუ, დილომშვიდობისა ამერიკა. ჯეიმს გორდენის ღამის შოუ. ჩვენ გვინდა ყველას ვაჩვენოთ დამოკიდებულება შვილებსა და მამებს შორის. მამა-შვილის მჭიდრო კავშირი და საქართველოს ნიჭიერზე უკეთესად ამას სად გავაკეთებდით.
მას ფანების ძალიან დიდი ჯგუფი ყავს. და ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, რომ სოფლიოს ამ ნაწილშიც ნახონ ჩვენი გამოსვლა და ნახონ ჩვენი beatboxing. They get a chance to see our style of beatboxing. This is our first. ეს ჩვენთვის პირველი ნიჭიერების შოუა. და რა თქმა უნდა, ავირჩიეთ არაჩვეულებრივი ქვეყანა, საქართველო. აქ არაჩვეულებრივი ხალხია. You are just absolutely amazing. Hold up, wait a minute, let me put some. First, let me introduce myself. My name is. აგარია. რა ხმის იოგები უძლებთ ამას? Well, first let's introduce. Well, first let me introduce myself. My name is. Put your hands up. Go punch. This, skip. Hey, middle, and do the wave. And like. Kiss. Come on. Done. Wow. Oh my God. Stop, wait. Come on. Guys, you rock the stage. I'm going to stage. So excited. She came up on stage and we was like, oh my God. მე ყველაფერი ვთქვი, მაყურებელი გამეთახმები. ეს არის სოფლიო დონის beatbox
ბიტბოქსი, რაც ჩვენ ახლა მოვისმინეთ საქართველოში ნიჭიერის სცენაზე. ალბათ დამეთანხმებით, რომ კიდევ უფრო მეტი აპლოდისმენტები ჭირდება ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ნამდვილი ნიჭიერის ბრილიანტები არის მოსაყენლები. ნახევარფინალში არიან ჩვენი სტუმრები, ძალიან მაგრები. ბედნიერი ვარ. აი მე ყველაფერზე ბედნიერი ვარ, როგორ მიხარია ხა. I am happy. Bravo. Very good. Thank you so much. ძალიან მაგრები ხართ მართლა და აი დავიტენე. ძალიან მაგარი იყო. Love you guys. ჩემი აკროს ღილაკი! მეგობრებო, ჩემი აკროს ღილაკი! Thank you. Thank you everybody. Thank you. Thank you. I am happy. პიკი ვავა, პიკი პიკი. ქვით რა აკროს ღილაკი ვგლიჯე. Good luck. Thank you. Thank you. Thank you. Thank you. აი მე ნიჭიერი ღმერთო, როგორ მიყვარს ეს გადაცემა. I'll be back. I'll be back. We'll be back. რა მაინტერესებს იცით? აი ჩემი ოცნება ის ოქროს ღილაკი. რა ხდება მაგ დროს? უფიქრდები თუ ინსტინქტურად მიდიხარ და თქლა შოკ? იცი რა, ინსტინქტურად არ მიდივარ, მაგრამ გააზრებულად ისე აღფრთოვანდი და ისე გავგიჟდე გადავირიე პირადად ჩემს ოქროს ღილაკზე, რომ შეუძლებელი იყო, რომ ეს ყველაფერი აი ზუსტად არ მცოდნოდა, რომ ისინი ნახევარფინალში არ იქნებიან. რატო ვიკითხე, იცი, ამ წითელ ღილაკებს ისე უთყაპუდებთ ხელებს, რომ წითელი ღილაკი შენ როგორ მოიტპინე? და ჩემი ოქროს ღილაკი ვთქვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ოქროს ღილაკია, რაც ოქროს ღილაკები მქონია. ფენომენალური ოქროს ღილაკი. ზოგადად ეხა მე დებიუტანტი ჟიურის წევრი ვარ და მინდა ვთქვა, რომ მართლა ძალიან ისეთია, დონის თვალსაზრისით და ძალიან კარგი ნაკადია, კარგი ხალხია, ნიჭიერები არიან და არ ვიცი შენ ახოთ. უიმე მოიწონა. მაგა თავიდან იყო ძალიან. აი ესე იცინოდა და ღილაკს აჭერდა. იცი და რო ეწყლება რა ყველაფერზე იცინოდა. ახლას რო ამოიღებ და მიხარო. თქვენ უკვე ნახეთ Bam etietio, me sheni nakhvi davitverio, am siguaru shegiterio, solat gamomqedio. 4 წითელი ღილაკი სოლად გამომყევიო. ერთმა გაგასამართლოთ, მეორედ მოსulis წინ სულ ყველა. აი ესეთ აგემშიკობები. ამინ. ამინ. დაწევლილი ჟიური არ გაბრაზდე. არ გაბრაზდე. ექსტრასენსი მარიამ სიმინტია მერტო შენ მიშვერი. აი მე და შემისეგდე. ფილარმონიის აჭრბილი ეხა აქ შემოვიდეს ის ხალი. ეხა ის ხალი აქ შემოვიდეს. და შეშინებული წამყვანი რუსკას ოქროს ღილაკი საოცარი ბიტბოქსი ნიჭიერის სცენაზე რეკლამის შემდეგ უშიშარი გოლიათი ინდოეთიდან მოკითხვა იტალიას Solo perché la mia canzone vola და უნიჭიერესი ნიკოლოზ ვასაძე ნიჭი საფური ახლა სანამ რეკლამა იქნება შევიხედავ ნიჭიერის ინტერნეტ ოთახში რას წერთ ჩემზე ჟიურიზე და მონაწილეებზე
My name is Kawaljeet Singh. My name is Simranjit Singh. My name is Harwant Singh. My name is Jagdeep Singh and we are from Bir Khalsa. We've been performing together more than 15 years. And since we've been performing in different countries, different talent shows. We came to Georgia to perform in Georgia Got Talent because we find it very successful show and very attractive, and we wanted to explore Georgia as well. Oh my God! Why me Ramkhela? Ah! Why me? I live in America. Why me? No, I don't want to chiro shadi chiri. Please. Hi. Hello everyone. How are you? Good, thanks. How are you, sir? Fine. So tell me, you came all the way from India here, or you live, guys, here? No, we came all the way from India to perform here. Are you a basketball team? ძალიან საინტერესოა რა უნდა შემოგთავაზონ ჩვენმა ინდოელმა. We will see now. No? Let's start. Okay. Thank you. ახლიოთ აბა. მარტო ამას ვერ უყურებ, უნდა წავიდე. India, incredible India. Sorry, guys, sorry. Ашеш. Вай. Let's run. I possess something impressed when my voice goes through the mesh of the microphone that I am holding. Copywritten lyrics so they can't don't need the police to try to save them. Your voice will sing. So please stay off my back or I will attack. And you don't get that. Ramo igone khla.
Thank you. Thank you very much. ხალხი არის აბსოლუტურ შოკში. აბსოლუტურად გაძეგლებულები ვართ ყველა. მე აღარა მაქვს ნერვები. მე ესეთი რაღაცა არასოდეს ეს არის ძალიან სარისკო. მართლაც სარისკოა. ნამდვილად ღირდა ამდენი 1000 კილომეტრით გამოგიარათ და ჩამოსულიყავით და გაგეზიარებინათ ეს. დიდი მადლობა მათ რომ ჩამოვიდნენ. საოცრება იყო მართლა. შოქში ჩაგვაგდეს. აპლოდისმენტები მეყოლება. Thank you Georgia. Thank you. თქვენ გაქვთ 4 კი. Oh yes. Thank you very much. Bravo. We got 4 yeses. Thank you everyone. Thank you. ზედა რა იყო ეს? ძალიან ახლო ურტყავდა ბიჭო. მილიმეტრებზე იყო ლაპარაკი. გია! რასაკეთებ კაცო? მოდი აქ. შენი წონა ეგ ნაჯახი. რაღაცას დაიზიანებს ეს კაცი კაცო. მოდი დაარწი შენ. დაიჭი. გაარწი. გია თავში არ მოვიტა, გია. არა, დაიცადე. კაია. შვენიერი. Forza Italia, forza Italia, forza. Buongiorno, buongiorno. Buongiorno, buongiorno signorita. Buongiorno, buongiorno, grazie, che bella. E so che io sono così, non ritorni mai più. Oh, Georgia. გამარჯობა. Buongiorno. Buongiorno. მე გახლავთ ბიძინა გაბრეკელი, პენსიონერი, 73 წლის. გისურვებთ დიდ წარმატებას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. მიყვარს იტალიური მუსიკა. Nu capiella quei nastri quei rose. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, უსმენდი კლასიკურ მუსიკას განსაკუთრებით და საათობით ვიჯექი და მეც ვცდილობდი რომ მიმებაძა რა, ყველანაირად. La triera cataggio incontrata, fui la triera tua. Se ტიპაჟით იტალიელ ადგილ პერსონაჟს წააგებხართ ცოტა. ვცდილობ რომ იტალიელ მეგრელს მივყვაზო. მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს იტალიური მუსიკა, იტალიაში არ ვარ ნამყოფი სამწუხაროდ. მაგრამ თვლი თავს რომ როდესაც მღერი ვარ, იტალიაში ვარ თითქოს. მოველი ნიჭიერში რომ მივიღო მონაწილეობა და მინდა რომ გავიმარჯვო. არივედერჩი, გრაცია. მოგესალმებით. როგორ ბრძანდებით? ძალიან მიყვარხართ. შემატკივარი გახლავართ. მეუღლე ჩემი. ღერის ბავშვობიდან ძალიან უნდა დისცენა. ბავშვობიდან რომ ღერის თქვენ რა იცით? ვიცი, გადმოცემით. გადმოცემით. კარგი მეუღლე მიყავს. მართლა, ხო არ გაბრაზებთ ხოლმე? ხანდისხან კი. ხანდისხან არა უშავს, არა. აი, ხო ტვინიო ამ სიმღერით რა. არის ბევრს რომ მღერი ვარ და. ეხლა ამ ქუდით უნდა გავიდეს? გავიდეს მშვენივრად აქ. ქუდი არ უხდება, არა. ესე იგი თქვენ ესე შენიშნებს აძლევთ სულ? ხო და ნუ რახან სულს დაუჭეროთ, სულ უჭერებთ? უფრო უმეტესად უჭერთ. უიმე რას ამბობ და კარგი დაუჭერთ. ძალიან რომ მიყვარს შენი მეუღლე, ხო იცით რა. სხვათა შორის რომ დაუჯერეთ, იმიტომ ხართ ახლა ამ სასწაულ სცენაზე და მობრძანდით. მადლობა დიდი. გამარჯობა. მოგესალმებით. გაგვეცანით. ბიძინა გამრეკელი, მოველი რომ ვიმღერო დიდ სცენაზე. ვიმღერებ ნეაპოლიტანურ სიმღერას დედაზე. ძალიან საინტერესოა. მარტო ხართ მოსული თუ ხარდამჭერების არმია გახლავთ? ჩემი მეუღლეა ძირითადად, რომელიც მამხნევებდა ეხლა გამოსulis წინ. ო, რა კარგია მეუღლე როცა გამხნევებს. ხოვთ. Mamma son tanto felice perché ricordo di te la mia canzone felice è il più bello giorno per me Mamma son tanto felice
vive lontano perché solo perché la mia canzone vola. Mamma Ade gizima nu gzinam quando ti voglio bene queste parole d'amore e chi s'aspira al mio cuore se compeli mamma ma la canzone va più bella sei tu la vita non ti lascio mai più se incolambato a stanto Ира გითხარი ნაზად მეცე გვეთქო ვარი ეჭვიანებს არა თქვენზე არა perse via io ancora stringo Bravo. მადლობ. გადასარევი იყო, ეხლა ჟიური რას იტყვის? ისე გვასიამოვნეთ, ძალიან დიდი მადლობა. დაიხარეთ, მეც მიხარია რომ მოგეწონათ ჩემი სიმღერა. ნამდვილად ძალიან ვისიამოვნეთ და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისათვის რომ მოხვედით ჩვენთან და ესეთ არაჩვეულებრივ და ფანტასტიკურ გაწყობაზე დაგვაყენეთ. პირველ რიგში ფანტასტიკურად გიჟღერთ ხმა. მოდი გამოვაცხადებ. თქვენ გაქვთ 4 კი და გელოდებით შემდგომ ეტაპზე ნეაპოლიტანური სიმღერებით. ოჩა. იტალიურად. Grazie. ბატონო ბიძინა, სასაული, როგორ კარგად იმღერეთ. თავარია ჟიურის მოეწონა და 4. თავარია ჟიური. არა, 4 კი არა, 4 თქვენ გითხეს თუ არა. მე-5 მე ვარ. თავარი მე ვარ. აბა. კარგად ბრძანდებოდეთ. Vedrete la pipina fa caffè in cioccolato, la pipina è malata. Maserati. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გახარებული ვარ რომ ასეთი კარგი ჟიურის შემადგენლობა იყო და შემაფასეს დადებითად და 4 კი მივიღე დღევანდელ დღეს. ავიწყეთ? ჩვენ ვართ მხატვართა სკოლიდან. მე მქვია ნინი, ვართ 11 წლის. ჩვენ ჯგუფში სულ 50 ბავშვი ვართ. აქედან ერთიც რომ დაგვაკლდეს, ჩვენი ნომერი ჩაიშლება. ჩვენ წილად გვხვდა ძალიან რთული ნომერი. ამის შესრულება ბევრს არ შეუძლია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია. იმედია ყველაფერი ძალიან კარგად გამაგვივა და 50 წნევა ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენ საქმიანობაზე. ჩვენ ნიჭიერი ბავშვები ვართ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე ვფიქრობთ, ხო მართალია? კი. ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია. ვაიმე, მერცხლები მოფრინდნენ, ვიხარ? მომიყევი. ხატვართა სკოლა, რა უნდა გააკეთოთ? უნდა დავხატოთ. დავიწყოთ, მოდი გადით. სასაული.
რაო. დედა, რამდენი ხარ? ვაიმე, რა უნდა შეასრულოთ ასეთი გაოცებული ვარ. გაოგნებული. ატარები. გაგვითხარი ვიხარ. რა თუნდაც ამდენი კიბე? დედა, მოლვერტია ეს და უნდა დახატონ. რა შეხედე? გამარჯობა. გამარჯობა. ჩვენ ვართ მხატვართა სკოლიდან. ვაიმე, მიყვარხარ უკვე. და ხატავთ ისეთ რთულ ნომერს, რომ ერთი ბავშვიც რომ დააკლდეს, ჩაიშლება. რა საბარაგო? ნეტა რა უნდა იყოს ეს ყველაფერი? ვაუ, რა საინტერესო. და ეს რამე დროში გაქვთ გათვლილი თუ აი რაზე არის დაფუძნებული ნომერი თვითონ? კი, 2 წუთში უნდა დავხატო. რა საბარაგო? შეძლებს ნამდვილად? შეძლებს? 2 წუთში როგორ უნდა დახატონ ესეთი რამე მე არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს როდის დაიწყო. ესე იგი 2 წუთში ხო. უნდა გავაკეთოთ ეს. რამდენი ხარ? 50. მე მინდა პატარა ბავშვი მინდა ვიყო. 50 2 წუთში. ბავშვი რომელიც დახატავს 50 ნახატს. რა ნახატი იქნება? ვერ გეტყვით. ჯერვე არა. როგორ ხო ნახატს ბოლოს? კარგი, მე მგონი დავიწყოთ. დავიწყოთ. ძალიან მაინტერესებს რაც დახატავენ ჩვენი პატარა შეგვიძლია მხატვრები. დავიწყოთ. ამზომი ჩაირთო. ჩაირთო. ჩვენ უგულ შემატკივროთ. უგულ შემატკივროთ, აბა ბავშვებს. ნახე რა მაგარია, შეხედე. ყველა სხვადასხვა რაღაცას ხატავს. ძირითადად ხედავ შავ ფერის რაღაცა, მე იქ რაღაცეები ხდება და ნახოთ, აბა რა გამო. აბა ანდრე გამოვიცნოთ რა ნახატი იქნება, თან ხო უყურებთ. რაღაცა ბევრი სიშავეა. ნახატში, ხო? აი ერთი მორჩა, 6 ნომერი მორჩა. ფერებიც ბევრია. 6 ნომერი მორჩა? 12-იც მორჩა. 12-ით? ოჯახ? დიდი 11-ით. აჰა, 12 მორჩა, კიდე იქ ვიღაცა იწევს ხელს. ამასობაში რამდენი წუთი გავიდა? 2. კაი გოგო ხარ, 2 ხელიაწია, ხედავთ. 1 ხელიაწია. აი ყველა მორჩა, ხო? დაასრულეს. მე ვარ დარწმუნებული, რომ იქნება ძალიან მაგარი ეფექტური ნომერი. აბა დავიწყო დაწყობა, ნომერი 1 წამოვიდა. უდი გამოჩნდა. ვაიმე, მე მივხვდი. ვაუ. გიტარას აკეთებენ. ვაიმე! სასაული! ბრავო! 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 ვაიმე! ძალიან მაგარია! ოჩახ ბავშვებო და რა ბედნიერებაა რომ მომავალმა თაობამ იცის ვინ არის ფიროსმანი. ეხლა ჩვენ გვაინტერესებს შემდეგ ტურში რა არა. ანალოგიური რამე თუ სხვა? სხვა, ой, კარგია. ძალიან მომწონს ამასე სურათი. წინასწარ იცით. მიდი გადაგიღებ. მიდი დადაკი და გადაგიღებ. თან თქვა ჩვენი ვერდიქტი ასე თქვა. მე ჩემი ვერდიქტი პრინციპში უკვე ცნობილია, რა თქმა უნდა კი სვამბობ. რა თქმა უნდა გეუბნებით. რა თქმა უნდა კი. ბავშვებო, მოიწიეთ ყველა. მოდით. ვაიმე, რა საყვარლები არიან თავისი პატარა საღებავიანი ხელებით. დედა. დამშ, მამამად, ვაცხადებ, რომ თქვენ გაქვს 4. კი. მომავალ შეხვედრამდე ბავშვი. ძალიან დიდი მადლობა. ფიქრი გაქვს გელოდებით შემდეგ. მადლობა. მაგრებისაცა. ჩვენ ხართ ნიჭიერები, გენიოსები, სასაულები. ეს რა ნახა ჩემათვალებმა. გაოგნებული ვარ.
მიხარია. გამარჯობა. სახელით და გვარი? ნიკოლოს ვესეცე. რამდენი წლის ხარ ნიკოლოს? 12 წლის. კარგი, გისურვებ წარმატებებს. მადლობა. მე ვარ ნიკოლოს ვესეცე 12 წლის თბილისიდან. ფორტეპიანოზე და ასევე ვუკრავ საყვირზე. საყვირი არის გასართობა, ანუ ვუკრავ უბრალოდ და ვარჩევ სხვადასხვა სიმღერებს და დაუკრავ მას. ყავს ყოფისარი და ჩვენ ჩხუბობთ დაახლოებით ყოველ დღე ტელეფონის кейსებზე, მაგალითად. ძილს მიყურებს ჩემი მეგობრებიდან, მინდა რომ ძალიან დიდი სითბო გავგზავნო მათ. ჩემი ძველი სკოლა ძალიან მენატრება, განსაკუთრებით მენატრება ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც დასახელება არ მინდა. მაგარი კაცი! ნიკოლოს ვესეცე 12 წლის თბილისიდან. ეს რა არის? ეს არის საყვირი. მიდი, აყვირე საყვირი. მიდი. წარმატება აბა შენ. გამარჯობა. გამარჯობა. წარმოგიდგინეთ თავი. ნიკოლოს ვესეცე 12 წლის თბილისიდან. როგორც ხედავ, ინსტრუმენტი გაქვს მომარჯვებული ხელში, საყვირით. ინსტრუმენტალისტი ხარ? დიახ. დიდი ხანია უკრავ? 4 წელია ვუკრავ ამ ინსტრუმენტს. მე რა საყვარელი ხარ? არ იმჩნევა, მაგრამ ნერვიულობ ძალიან. ხوار ნერვიულობ? არგიდა. დღელავ რა. დღელავ. ცოტა ისეთი გაუღიმეთ მაინც რა არის ეს? რა შეგვისრულებ? მე შეგისრულებთ Make the Knife. სერიოზული ამბავია. წარმატებები ძალიან გულშემატკივრია. აბა დავიწყოთ. Oh, the shark has ready to swim, and it shows them დერი, კაცო, მე მეგონა რომ საყვირზე უკრავდა. Just the jackknife has my kiss dear. Oh my God! Way out of sight. When a shark bites, when he's tasting. Fury skulls billows. I begin to spread. Maga pekse samogga. Worst on my kiss dear. So that never keeps the rest. On the sidewalk, one Sunday morning, lies a buddy who's alive. Someone sneaking around that corner. Someone to be my tonight. საყვირზე ჩუკრავ. ანრი გაგიზად. ნუ ძიმა ვერ დგება რა ქნა სინაფსი. ძიმა დეგი. ყველა ფეხსია. ძიმა.
გაგეხუტო, გაკოცო, ისეთ საყვარელს. წავედი. ძალიან მაგარი. აჰა, შენი პირველი ფან-კლუბი. რუსუდან მაყაშვილი და მაკაკვიციანი. ორი ლამაზი დეიდა როგორ ეხმება. აი, თუ ბებიები არიან, ვერ გაიგებ. ჩემი 20-20-ის ახალი სიყვარული გაიცანით მეგობრებო. მე მიმაჩნია რომ ჩვენ განსაკუთრებულ ფენომენთან გვაქვს ახლა შეხება მუსიკალურ ფენომენთან, იმიტომ რომ ეს იყო აბსოლუტურად მაღალი კლასის პროფესიონალური პერფორმანსი და მე მეგონა რომ ვიღაც ვარსკვლავის კონცერტზე ვიყავი და თან ანრი სცენა როგორ იღებს ხო ალბათ მაგასაც აქვს დიდი მნიშვნელობა ძალიან მარტი აი თასახში არის რა ეგ არის მე აი ძალიან მაგარი ამ ყველაფრის გენიალურობა რომ ის ადვილად აკეთებს ამ ყველაფერს და რა ჩაგვიტარე უთხრათ 4 კი? 4 კი არა 4 კი 2204 ალია მაგარი არ მაწერებს მაგარი ხარ და ოჩა შენი გულის შეხედე სათამდე მომეცი ხელი ჩამომიყვანე აი მე მაგარი კაცი ხარ მაგარი კაცი ხარ წარმატებები აბა შენიცი შემდეგ პულში სასწაულები უნდა ქნა კარგად ძვირფასო ტელემაყურებლებო ნიჭიერის დღევანდელი კასტინგი დასრულდა ვინც თქვენ მოგეწონათ ყველა სიხილავთ ნიჭიერის ინტერნეტ ოთახში ორშაბათამდე ტელეკომპანია იმედი და ნოვა პროდაქშენი წარმოგიდგენ ორშაბათს ნიჭის დიდი დღესასწაული ქართულ სცენაზე კონკურსანტების უსაზღვრო ფანტაზია საოცარ წარმოდგენას ქმნის მხიარული ღიფუცები ამომავალი მზის ქვეყნიდან სახიფათო სანახაობა ალესილი ხმლებით წინვალედ შესრულებული საოპერო არია და აცეკვებული სარკის ნამსხვრევები მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი გამოსვლა მე ვარ ალისა ფარულოვა 11 წლის აფხაზეთიდან აფხაზეთიდან მაღურებლის ოვაციები ოქროს ღილაკი და ოქროს წვიმა ორშაბათს 22 საათზე იმედის ეთერში წარმატება იზომება ნიჭით